მეგობრებო, გაშლა უნდა შემოგთავაზოთ ახლა ასეთი თემატიკა იქნება. მოდი შეხვდებით თქვენ მეორე ნახევარს, თქვენ ბედს. ზოგს არ უყვარს ეს სიტყვა, მეორე ნახევარი არ მჭირდება, მე ისედაც მთლიანი ვარ, რომ ხშირად გამიგონია ხოლმე ასეთი სიტყვები. მოდი თქვენ ბედზე ვთქვათ, იმ ადამიანებისთვის იყოს ეს გაშლა, ვინც ჯერჯერობით მარტოობაში ხართ, მოიწყინეთ და არიცით უკვე საერთოდ არსებობს თქვენი ის ადამიანი, ვისთან ერთადაც შეძლებთ ოჯახის შექმნას, ურთიერთობას, თქვენთვის საყვარელი იქნება და ეყვარებით მასაც. საერთო გაშლა რამდენად ეს გაშლა იქნება თქვენი, ვინაიდან საერთოა და ყველასი ვერ იქნება ყველა საერთო გაშლა, თუ არა დაემთხვევა ეს, შეგიძლიათ გადმოხვიდეთ ჩემ გვერდზე და სხვა გაშლა არჩიოთ. ვიხართ თქვენ, რა ენერგიებში ხართ, მივხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა. პირადი გაშლები ვისაც გნებავთ, პირად შემომწერეთ და დეტალებს გაგაცნობთ მე. მე-15 მაღალი არკანი ამოდის აქ ეშმაკი. ეს არის, ფიზიკურად თუ ვიტყვით, ძალიან მომხიბვლელი ხართ. აი, ეშმაკურს, არ ვიცი, ეშმაკურად, სატანურად მაცდური მომხიბვლელობა გაქვთ. ეს არის ადამიანი უზადოდ ძალიან ქარიზმატული, ძალიან შარმიანი, ძალიან განსაკუთრებული შეიძლება სტილისტიკა ჩაცმის, რომლითაც ასე ვთქვათ, იზიდავთ საწინააღმდეგო სქესს. გაშლა არის ორივე სქესისთვის, მამაკაცებმა თქვენ თავზე მოერგეთ. ადამიანი, რომელიც საერთოდ ტიპაჟი ხართ რაღაც დამოკიდებულებებში ვარდებით. ეს შეიძლება იყოს, არ ვიცი, ალკოდამოკიდებულება, თამაშის სიყვარული, აი ესეთი ერთგვარი დამოკიდებულება, აი ლატარიების მიმართ, კაზინოს მიმართ, რაღაცა თამაშების, ფსონების დადების მიმართ, დამოკიდებულება, ყველანაირი, აი თრობის საშუალებები, რაც არის, ნარკო იქნება, ალკო იქნება, ფსიქოტროპული რაღაცა წამლების მიღების დამოკიდებულებაში ხართ. საერთოდ ადამიანი შეიძლება ბრძანდებით ფინანსებზე დამოკიდებული, აი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ ფინანსურ სტაბილურობას და საერთოდ ფინანსზე აი მოყვარული ხართ. ვინ არ არის დღევანდელ დღეს ფინანსის საჭიროების ქვეშ და მოყვარული, მაგრამ აი განსაკუთრებულად ხაზგასმით თქვენთვის ფინანსური მდგომარეობით შეიძლება წონით ადამიანების მიმართ ურთიერთობა როგორი იქნება თქვენი, ან არ იქნება. აი მაგალითისთვის მომაქვს ვიღაცას თუ კარგი ფინანსური მდგომარეობა არ აქვს, იქ რაღაცა მყარი, თავისი ბიზნესი არ აქვს, ან ძალიან კარგი ფინანსურ სტაბილურობაში არ იმყოფება, კარგი თანამდებობით და კარგი ხელფასით, მასთან ასე ვთქვათ, თავს არ გაიყადრებთ თქვენი წარმოსახვით და მასთან ურთიერთობაზე საერთოდ არც კი მოუშვებთ თქვენამდე. ასე ვთქვათ, აი რაღაცა ფინანსური დამოკიდებულების ქვეშ ხართ. ასევე ადამიანები იქნებიან აქ, ვინც არიან დამოკიდებულებაში, ფინანსურ ვალდებულებებს თუ ვიტყვით, ეს იქნება ბანკის კრედიტი, არ ვიცი, მანქანის, იპოთეკის, რაღაცა გადასახდელი კრედიტი, რომელიც გაგდებთ ერთგვარ დეპრესიულ მდგომარეობაში და აი მარწუხებში იმისი, რომ აი წურავს თქვენგან თქვენ ემოციურ ფონს, იმითი, რომ აი შეიძლება კაპიკს-კაპიკზე აწებებთ იმისთვის, რომ აი ამ ვალიდან ამოხვიდეთ, ამოისუნთქოთ და ამ დამოკიდებულებიდან, რომელიც არის ფინანსურად შემზღუდავი თქვენი დამოკიდებულებიდან ამოხვიდეთ, ასე ვთქვათ, ერთგვარი დამოკიდებულებაც არის ეს. აი რამოდენიმე ნაწილი საერთოდ ეშმაკი ძალიან ისეთი მაღალი არკანია და ძალიან დიდი მდგომარეობის, დიდი ფორმატის ასახსნელი არის, რა ხალხი შეიძლება უყურებდეს ამ გაშლას. ასევე არიან ადამიანები, კიდევ ვიმეორებ, ძალიან მომხიბვლელი, მიმზიდველი, ქარიზმატული, ძალიან სექსუალურად მომხიბვლელი, შინაგანი რაღაცა ენერგეტიკული მაგნიტი აქვთ, რომლითაც იზიდავენ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს. ძალიან უყვართ შეიძლება ასე ვთქვათ ფიზიკური კონტაქტი და მამაკაცებზე უფრო ვიტყვი ქალებმა რომ არ მიწყინონ, რომ პარტნიორული ცვლილებები ძალიან გიყვართ, ფიზიკურ ინტიმურ სფეროს გულისხმობ და ბევრს შეიძლება კარგი, ასე ვთქვათ, კარგი ბჭყალებში დიდი გამოცდილება გაქვთ პარტნიორულ ურთიერთობებში და ინტიმურ კავშირებში. მოკლედ ძალიან ისეთი
ადამიანი ხართ, ძალიან მიმზიდველი, ძალიან ქარიზმატული, ძალიან შარმიანი და დამოკიდებულებების ქვეშ მყოფი. ძალიან დიდი დამოკიდებულების ქვეშ ამყოფებთ, ასე ვთქვათ, თქვენ საწინააღმდეგო სქესის ადამიანსაც. აი მიჯაჭვული ხართ. შეპყრობილი ხართ ამ ადამიანით, თუ ვინმე შეგიყვარდათ ცოტა სერიოზულად, რომ აი რასაკეთებს ჩემ გარეშე როგორ არის და ადამიანებსაც აქვთ ასეთი დამოკიდებულება, აი ჯაჭვები თქვენთან მიმართებაში, რომ გამუდმებით აინტერესებთ თქვენ რა შვებით, როგორ ხართ, ვინმე სხვა ხო არ გამოჩნდა თქვენ არეალში, რომ თქვენი თავი არ წაართვას, აი რაღაცნაირ დამოკიდებულებებში ხართ ეშმაკის. ეს არის ყოველგვარი დაბალი ვიბრაციების კარტი კიდევ მეორედ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ანგელოზივით ადამიანი ხართ, ადამიანი რო შეგხედავთ მესამე თვალი, ძალიან მომხიბვლელი, მიმზიდველი და არ ვიცი, ფანტასტიკური, მაგრამ 10,000 დამოკიდებულებების პრობლემების, ასე ვთქვათ, გამკლავება გიწევთ, ან უწევს იმ ადამიანებს, ვინც თქვენ გიკავშირებთ თავის ცხოვრებას. სერიოზული მდგომარეობა აქ. მოკლედ გავიხსენე თემატიკა ამასობაში, დამავიწყდა იმდენი ეშმაკეთ. როდი შეხვდებით თქვენ მეორე ნახევარს, თქვენ ბედს, თქვენ იღბალს, როდის შეხვდებით? შეხვდებით, მოდი, უკეთესი იყოს, შეხვდებით თუ არა შემოდგომამდე, 2026 წლის შემოდგომამდე. თუ ამ გაშლას უყურებთ 2026 წლის შემოდგომის შემდეგ, მაშინ იქნება პერიოდი, საშუალოდ 3-4 თვის ვადები. ამ პერიოდში შეხვდებით თუ არა შემოდგომამდე, მოკლედ, გვაქვს ვარიანტი. ჯერ რაღაცა უნდა დაასრულოთო, გვეუბნებიან. 5-იან ხმალი, 10-იან ხმალი და 4-იან ჟეზლი. ეს არის კონფლიქტური სიტუაცია, რომელიც დასრულდა, რომელსაც დასტირი ხართ, რომელიც ჩხუბით და კონფლიქტით დასრულდა თქვენ წარსულ პარტნიორულ ურთიერთობაზეა საუბარი. ეს ყველაფერი უნდა დაასრულოთ და გადახვიდეთ სტაბილურ თქვენი ცხოვრების მიხედვის ეტაპზე, თქვენ ემოციური ბალანსის შექმნაზე, თქვენ სიმყარეზე. ეს იქნება სამუშაო პროცესი, ვისაც გაქვთ იმისი, რომ დასტაბილურდეთ, ასე ვთქვათ, კარგი ფუძე გაიმყაროთ მომავალი სამუშაო პროცესისთვის, სწავლის პროცესი ზოგიერთისთვის ახალი ცხოვრების ეტაპის, ახალი საცხოვრებელი შეიძლება იყოს ბინის სახით, სხვა ქალაქში ცხოვრების სახით. აი ეს მდგომარეობა წარსულთან ტირილი და გამუდმებით წარსულ ენერგეტიკაში ჩაფლობის მდგომარეობა უნდა მიხუროთ ის კარი და იმისთვის რომ გაიღოს ახალი კარი თქვენ ცხოვრებაში, რასაც ჯერჯერობით ფაქტია, რომ ამ კარტებიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ და მიდიხართ, მოდიხართ ისევ წარსულს მისტირი ხართ. რამდენ ხანში არის შესაძლებელი თქვენ მეორე ნახევრის შეხვედრა თქვენ ცხოვრებაში? იუსტიცია ამოდის აქ, მე-11 მაღალი არკანი. ეს არის კანონიერების კარტი, კანონიერად, როგორც დაიმსახურებთ, მაღალი ძალები იქვე გამოგიჩენენ თქვენ ბედს. ეს არის კონკრეტულად ოფიციალური ქორწინების კარტი, განქორწინების კარტია, ვისაც განქორწინების პრობლემა გაქვთ და წარსულ ურთიერთობაზე თუ ვიტყვით, არ დაგიხურიათ ეს კარი, მაშინ უნდა მიმართოთ. დაასრულოთ ოფიციალურად საბუთებითაც, ხელმოწერითაც აი ეს წარსული ურთიერთობა და გადახვიდეთ ახალ ეტაპზე. ვისაც განქორწინების პრობლემა არ გაქვთ და საერთოდ არ ყოლიათ მეუღლე, ასე ვთქვათ, იმ მდგომარეობით გეტყვით მაშინ, რომ წარსულ ურთიერთობას არ უნდა მისტიროდეთ, არ უნდა იხედებოდეთ მუდამ უკან, უნდა იაროთ წინ და თქვენი მაღალი ძალები თქვენთვის საჭირო პიროვნებას 9-იან პენტაკლი ამოდის აქ სასურველ რამდენ ხანში თქვით 9-იან პენტაკლი ეს არის შემოდგომის კარტი, თქვენ შემოდგომამდე ჩავიფიქრეთ, მაგრამ შემოდგომამდე არ ჩანს როგორც ჩანს თქვენი პარტნიორი უმეტესობისთვის რასაკვირველია, ყველას არ მოერგება ეს გაშლა. 9-იან პენტაკლი ეს არის მოსავლის აღების პერიოდი, საშუალოდ სექტემბრის ბოლო, ოქტომბრის პერიოდი თქვენთვის სასურველი პარტნიორი მაღალი ძალებისგან მოვლენილი იქნება თქვენ ცხოვრებაში. 3-იან თასით ეს ადამიანი პირველ პერიოდში ცოტა გართობას შემოგთავაზებთ, შეიძლება მეგობრების კოლექტივის მდგომარეობაში, გასართობ მდგომარეობაში გაიცნოთ. სხვა დანარჩენისთვის როგორი პერიოდი შეიძლება იყოს ამ ურთიერთობის ჩამოყალიბების.
მეორე მაღალი არკანი. ეს არის ძალიან მისტიური მდგომარეობა, რომელსაც კარტი არ გვიმხელს.